დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ და გადაუჭრელ პრობლემად უვარგისი და ვადაგასული პროდუქცია რჩება. რითი ვიკვებებით და რამდენად ხარისხიან პროდუქტებს ყიდულობთ. Როგორ უნდა გავიგოთ თუ რომელი პროდუქტია ვარგისიანი, რამდენად ხშირად ირღვევა მომხმარებელთა უფლებები და ამ მხრივ რა სერიოზული საფრთხის წინაშე ვიმყოფებით, ამის გარკვევას ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა. პირველ ეტაპზე ჩვენ ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში გავედით, სადაც ამ პრობლემის დანახვა მალევე გახდა შესაძლებელი. წელიწადის ყველა სეზონზე ღია დახლები სავსეა სხვადასხვა სახის ძეხვეულით. პროდუქტების დათვალიერების შედეგად კარგად ჩანს, რომ პროდუქტი ვადაგასული ან სულაც არ აღინიშნება დროის და ვარგისიანობის დამადასტურებელი ეტიკეტები. Შეიძლება შემხედი ისეთი ვარიანტი, რომ ნახე სახში მივსული ვიყავი და ნახე, რომ არის ვადაგასული და ბევრჯერ დამიბრუნებია, რომ მithქვია, რომ არის ვადაგასული და თქო, რომ დამიბრუნდა, მართლა დამიბრუნეს, დავამტკიცეთ, რომ ეს არ არის ისეთი პროდუქტი, რომ შეიძლება რომ მივირთმა. ყოველთვის ვთხოვ გამყიდველს, რომ რახან მე მასაკის ვარ, აჩქიდან არ დამაქვს და რომელი არის კარგი. Თვითონ მეტყვის აი ეს ამ განსაკუთრებით მე ამ ქალბატონთან ხშირად დავდივარ. На рынке нет медицинского контроля, что очень плохо. Не проверяется мясо, не проверяются куры. И вообще продукты, которые уже вне срока, просрочены, они продаются. Поэтому полиции нет, никому пожаловаться, мне это не нравится. ამის შემდეგ ხორცს პროდუქტების დახლებთან გადავინაცვლეთ, ერთ-ერთმა გამყიდველმა აგვიხსნა, რომ ხორცის პროდუქტებზე შემოწმება ყოველდღიურად ხორციელდება, თუმცა მყიდველთა რიცხვი დღითი დღე იკლებს. შემოწმება რას უშვებს? ვერ ყიდი რა თქმა უნდა. ადგილას ამოწმებენ და შემოწმება კარგია. Ну, ექიმი არის, ბოინიაში და მეორე ექიმი აქ არის და ამოწმე ორივე. მაგრამ თქვენ როგორც გამყიდველი უჩევით გაყიდვის პროცესს აბა რას უნდა უჩივდო? Tad იყიდება უფრო ხარისხიანი პროდუქტები შვილი და რო აიღებ ვადაგასული რო არ არის ისეც, რო აიღებ რო იჭმევა, კარგია, მაშინ მნიშვნელობა არა აქვს, რა სუპერმარკეტში გიყიდია და არა აქვს მაგას მნიშვნელობა, მაგრამ მნიშვნელობას მე იმას ვანიჭებ, რომ იქ უფრო დაცულია, რა თქმა უნდა, რომ შეხვალ კომფორტია რაღაცა, ამას მე ვანიჭებ ყურადღებას. ასევე პრობლემას წარმოადგენს მყიდველებისთვის ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტების ერთმანეთისგან განსხვავება. ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა პროდუქტების ვარგისიანობაზე ნდობა ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარს ანიჭებს, თუმცა მათივე თქმით იციან, რომ არსებულ ხარისხთან ერთად აქ ფასებიც უფრო დაბალია და სწორედ ეს ფაქტორი მათ არჩევანს განაპირობებს. ბაზარში გირჩენია. რატომ გაიხრის ხარისხიანია, უფრო კარგია და გემრიელიც არის. ნუ თორე ბაზარში შედolop ყველაფერს. გირჩენია. თქვენ არ შეგვხედრიათ ვადაგასული პროდუქტების ბაზარში არა. საჩუქრად მაშინ ამბობ რო გითხრათ. სუპერმარკეტებში. უფრო ხშირად სუპერმარკეტებში. ხშირად სუპერმარკეტებში. ხშირად კი გვხვდება მარკეტებში, რომ არის ვადაგასული რაღაც პროდუქტები და ამიტომ უფრო არჩევ ბაზარში ყიდვას. გამომდინარე აქედან ბაზარში უფრო ეფექტურად ყიდულობ. მომხმარებლების განმარტებით ბაზრის გარდა ვადაგასული და უხარისხო პროდუქტები სუპერმარკეტებშიც იყიდება. ყოველთვის ვცდილობ შევხედავ ადებს, მაგრამ როდესაც დროის უკმარისობა მაქვს და მეჩქარება, გამომეპარება ხოლმე მეც და ხშირად მქონია შემთხვევა, რომ უვარგისი ან ვადაგასული პროდუქტი შემიძენია. ამიტომაც მოქალაქეებსაც მოვუწოდებ, რომ მიუხედავად დროის სიმცირის აუცილებლად შეხედონ ვადებს და მაღაზიებსაც, რომ იმუშაონ კეთილსინდისიერად, რადგან ვადაგასული პროდუქტი აზიანებს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას. სუპერმარკეტებში მფლობელებმაც და გამყიდველებმაც უარყვეს ვადაგასული პროდუქტების გაყიდვის ფაქტები, ისინი ამბობენ, რომ პროდუქტები ხშირად მოწმდება. ყოველთვის გამოწვევები და ძალიან ყმაყოფილი ვარ და არც მომდურავი ყავს კლიენტები და არა, ერთ და იგივე კლიენტები ყავს ჩვენ. ბრუნდება საქონელს ვაბრუნებ. დღეს თუ ვადა გაუვიდა ის იმ დღესვე ყიდვიდან ამოვა და ბრუნდება უკან. ხშირად მოწმდება. სულ აკონტროლებთ ვადებსაც და არანაირი პრეტენზია არ ყოფილა ჯერ აქ, რომ რაღაცა მოვადიანება ყოფილიყო. სურსათის ეროვნული სააგენტო ორიენტირებულია იმუშაოს იმისთვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს უვუნებელი პროდუქტი. ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემოსვანეთის სამმართველოს უფროსი მარიკა გულუა. იგი ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ მათ სამსახურს ხშირად უწევთ ვადაგასული პროდუქტების გამო ობიექტების დაჯარიმება.
დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე გაიყიდოს ქართული ეტიკეტის გარეშე პროდუქტი. ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ჯარიმა არის 400 ლარი, როგორც კი ეტიკეტირების გარეშე აღმოჩნდება პროდუქტი. რაც შეეხება ვადაგასულ სურსათს, აქაც სადაც აღმოჩნდება ობიექტზე ვადაგასული სურსათი, ცალკე ხდება ამ სურსათის დასაწყობება ჩვენს მიერ, დაილუქება ჩვენი ლუქით, აღვრიცხავთ ზუსტ რაოდენობას, ამის შემდეგ სპეციალისტები მოდიან ჩემთან დოკუმენტური შემოწმების აქტით, გამოიცემა ბრძანება აღნიშნულ პროდუქციაზე და ხდება მისი განადგურება, ამავე დროს დაჯარიმება. ბაზართან განსხვავებით, მარკეტებში ყველა მაცივარში აქვს პროდუქტი, დიდ მარკეტებში არის კონდიცირება და შიგნითაც ოთახშიც დაცულია ტემპერატურული რეჟიმი მეტნაკლებად და ბაზარში ახლა სადაც იქ დახლებზე იყიდება, რა თქმა უნდა, ეს პირობები მდენად არ არის დაცული. როგორც სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გურამ ჩიხლაძე ამბობს, ქალაქში ამ კუთხით მომუშავე სპეციალური სამსახურები სხვადასხვა ობიექტებზე პროდუქტებს უფრო ხშირად უნდა ამოწმებდნენ. თუ მაღაზიაში ადამიანი ახდენს პროდუქციის შეძენას, დახედოს ვადებს, მისი ვარგისიანობის ვადებს და რაც შეეხება ბაზარს, ბაზარში ალბათ უფრო მეტად უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული, იატაკიდან, ჭერიდან მოყოლებული და მე სამწუხაროდ არ ვიცი რა ეტაპობრივად ხდება დეზინფექცირება ზოგადად მარკეტებსა და ბაზრის ტერიტორიაზე. ხშირად ვატყობ, რომ არის სტიქიური ნაგავსაყრელები, რომელიც საღამოს კი სუფთავდება, მაგრამ დღის განმავლობაში გარკვეულ ჩემი აზრით ანტისანიტარიაც იწვევს და ვფიქრობ, რომ ამას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. მომხმარებლებს ხშირად უნდა გვახსოვდეს, რომ უხარისხო, უვარგისი და ვადაგასული პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანო და საშიშია.